მოგესალმებით გაცნობების პირდაპირ თვალს ადევნებ აშენდების მარში ისაველის პარლამენტის შენობის მიმართებიან რა არის თქვენი გზავნილი შეგიძლიათ რომ გითხრათ? თქვენი გზავნილი რომ გითხრათ დღეს რა არის? წინ ევროპისკენ და არა რუსულ კანონს. ანუ ფიქრობთ რომ ეს კანონი პრობლემას უქმნის ევროპულ მომავალს? მადლობა. ძალიან ბევრი სტუდენტია შეკრებილი, როგორც ხედავთ, ისაველის კანონზე. ისინი მიდიან პარლამენტის შენობისკენ შეძახილებით წინ ევროპისკენ არა რუსულ კანონს. Yes!
რას გამოხატავს თქვენი ტრანსპარანტი რომ მოგვიყო იქ? ცოტა უხამსია, მაგრამ ჯენზე ყველაფერს იუმორით უდგება და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პორნოდან არის პატარა მონაკვეთი, რომელიც ბილმედ გადაიქცა. რა არის ახლა თქვენი გზავნილი ქართულ ოცნებასთან? ის რაც მოვიდა ამ გოგოს არც მაგათ არ აცდებათ. მადლობა. გეთვალისწინებთ საპროტესტო მსვლელობას რუსთაველის გამზირზე. სტუდენტები არიან საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ძირითადად. ისინი ამ მარშით მიდიან პარლამენტის შენობაზე, სადაც გრძელდება საპროტესტო აქცია, არც დამთავრებულა. მას შემდეგ რაც გუშინ შეიკრიბნენ აქციის მონაწილეები პარლამენტთან, იმისთვის რომ გაეთენებინათ საქართველოსთვის და მართლაც გაათენეს რომ მიუძღვნა კომიტეტის სხდომის მონაწილეებს დახვდნენ პროტესტით, მაგრამ მათ ამის საშუალება არ მისცეს სპეცრაზმელებმა, რომელიც აიძულეს რომ დაეტოვებინათ პარლამენტის შესასვლელი. თუმცა ახლა ძალიან დიდი რაოდენობა სტუდენტების უერთდება ამ პროტესტს და ისინი საპროტესტო მარშით მიიწევენ რუსთაველის გამზირისკენ. Fakat savsiye Rüstavelis გამზირი როგორც ხედავთ. მონების მარშში ვფიქრობთ ახლა თქვენ რომლებიც Rüstavelis გამზირში აწყობენ საპროტესტო მსვლელობას. რადგან მარში შევიგეს ბევრად უკეთ. მოგესალმებით გიორგი, შეგიძლიათ საუბარი? შემიძლია, კი. კარგი, რას ეტყოდით ახლა ხელისუფლებას? არ თქვენი გზავნილი? ძალიან მარტივად რა. ქართველი ერი როცა გადაწყვეტილებას იღებს და ამას აკეთებს, ხო დავალოთ თან იმათ, როცა ქართველი ერის ნება არის ურყევი, ვერანაირი პროპაგანდა ჩვენ ვერას დაგვაკლებს. მათი ბრიფინგები, მათი მუქარები, მათი დავალოთ თან იმათ. ხო, აზრი არ აქვს არაფერს. როცა ამბობენ რომ მათ უკან დგას 60% და ამ უმრავლესობას პირიქით ჩვენ აქციებზე ვხედავთ, როცა 200 და 300,000 ადამიანი გამოდის მხოლოდ თბილისში და არა მხოლოდ აქციების მხარდასაჭერად და კანონის გასაპროტესტებლად, ცოტათი უნდა მოერიდოს მაინც ხელისუფლებას ესეთი განცხადების გაკეთება. ოღონდ, როცა არის ნორმალური ეს ხელისუფლება, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ქართული ოცნება ყველანაირ ზღვარს გასცდა და ფაქტობრივად პირდაპირ გვეუბნება, რომ ჩვენ ვართ პრორუსები და რასაც გვეთქვიან კრემლიდან იმას გავაკეთებთ, ხო და ეგ საქართველოში არ გამოვა, არასდროს არ გამოსულა და არ იგეგმება არანაირად. თუმცა დღეს უკვე მოსმენით განიხილეს, ხო ეს კანონი კომიტეტის ხდომაზე, ხო აქ დაგეგმილი პლენარული ხდომა. რა შეაჩერებს ახლა ხელისუფლებას? არის საჭირო ამისთვის, თქვენ როგორ ხედავთ? მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთად დგომა არის საჭირო. ნებისმიერი ადამიანის აქ დგომა და ზოგადად ერთად დგომა, ვისთვისაც
მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა და არა მხოლოდ კეთილდღეობა და გადარჩენა, აქ თავისუფალი არის, საუბარი არის თავისუფლებაზე, რომ გადავრჩეთ როგორც სუვერენული სახელმწიფო და არ დავემსგავსოთ, არ ვიცი, ბელორუსს და არ დავემსგავსოთ რაღაცა მარიონეტ სახელმწიფოს, რომელსაც რუსეთი პირდაპირ თუ არაპირდაპირ მართავს, ხო და ჩვენი აქ ყველას დგომით, გათენებით, დაღამებით, ერთმანეთის დახმარებით, ერთად დგომით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს მიზანს და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ან ამ საფრთხის წინაშე დგება ახლა ქვეყანა თქვენი აზრით, თუ ამ კანონს მიიღებს საქართველოს პარლამენტი? მე ვფიქრობ, რომ ეს კანონი არის სამზადისი იმისათვის, რომ ძალიან მარტივად შეძლონ ოქტომბერში არჩევნების გაყალბება, იმიტომ რომ ეჭვი აღარავის არ ეპარება და ქართული ოცნება უმრავლესობას ვეღარ შეინარჩუნებს და ეს არის ძალიან მარტივი რეალობა. ხო და ამის ფონზე როცა იღებენ ოფშორების კანონს, რომელიც პირდაპირ აფინანსებს მათ შავი ფულით, როცა იღებენ რუსულ კანონს, რომელიც ქიშავს ყველაფერს, რაც მართლა იბრძვის საქართველოს კეთილდღეობისთვის, რა თქმა უნდა ქართულ ოცნებას ეშინია და ამ კანონით ჩვენ ვკარგავთ ყველა იმ შესაძლებლობას, რომლითაც სულ გბულობს მართლა მთელი ქართველი ერი, რომლითაც ჩვენ ვაშენებთ და ვარემონტებთ ეკლესიებს, ტაძრებს, მონასტრებს, არ ვიცი, მართლა ათასობით პროექტი არის, რომლის გარეშეც დავრჩებით ჩვენ და აი ამ 83 რუსს, რომლებმაც უკვე ყველაფერი შეჭამეს, ყველაფერი იყიდეს, მათ შვილებს ამერიკის, კანადის, არ ვიცი, ევროპული ქვეყნების მოქალაქეობა აქვს, ამის საშუალებას არ მივცემთ. იცით რა, თუ თქვენ გინდათ რუსეთში უვიზო რეჟიმი გვაქვს რუსეთთან და გადადით და იცხოვრეთ რუსეთში. გიორგი დუმბაძე ბათუმიდან. თქვენ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ხართ, ხო? არა, პირველ კურსზე. პირველ კურსზე, უკვე. მადლობა. თქვენ თვალს ადევნებთ წვენების მარშს თბილისში რუსთაველის გამზირზე. გადაიდები მიმართებიან პარლამენტის შენობაზე და თქვენ მოვიდნენ უკვე. აქცია, რომელიც იმართება რუსთაველზე პარლამენტის შენობასთან, ახლა მას უერთდებიან სტუდენტები, როგორც ცნობილია, ეს უმაღლესი სასწავლებელი და მგონი თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის რომელმა გამოაჩერეს გაფუძვა, ისინი დროიდან აღარ ესწრებიან აუდიტორიების სასწავლო პროცესს და თქვენს მათ ძალიან ხმამაღლა და მკაფიოთ, რომ აღარ აპირებენ, რომ დაბრუნდნენ აუდიტორიაში, ვიდრე ხელისუფლება აპირებს, რომ მიიღოს რუსული კანონი საქართველოში, რომელიც პირდაპირ უტევს საქართველოს გზას ევროპისკენ.
სტუდენტები და სხვა საკითხის ადამიანები მას ერთიანები რადგან როგორც ხედავთ, კიდევ ერთხელ გაიზო რუსთაველის გამზირი პარლამენტის შენობის წინ. ოთხობით არ არის სულტანეს. ცოტა კიდე აქეთ მოვიჭიოთ და მაქსიმალურად ავეთესოთ რუსთაველის გამზირი. ცოტა კიდევ აქეთ. და ჩვენ ეხლა ძალიან უკვე შევუერთდით სავარაქციას. ჩვენი მსვლელობა აქ დასრულდა, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი საქმე ვიყავით. რომ ახალგაზრდებს არ გვეშინია გასავლა არის კოლაბორაციონისტი, რომელიც ერთთან გარიგებაში, რომელიც საქართველოს სახელმწიფოების წინააღმდეგ მიდის, მე-12 წელი დაიწყო და ერთი ქართული საქმე არ გაუკეთებია. მხოლოდ და მხოლოდ დამირებები, მუქარა, შანტაჟი და რით ვერ მიხვდა, რომ ისინი საქართველოს ის კანონი, რომელსაც ჩვენ რუსული ძალიან საშიშია და ვისაც კიდევ ჯერავს, რომ ეს არაფერს არ წარმოადგენს და არაფერი არ არის და მხოლოდ ვიღაცების დეკლარაციის წარმოადგენას ემსახურება ძალიან სდება. ამset კანონებს მოყვება უამრავი აქტი იურიდიული, რომლის საფუძველზე ჩვენ უბრალოდ აქ ვეღარ შევიკრიბებით, ვეღარ გავაპროტესტებთ ოკუპაციას, ვეღარ გავაპროტესტებთ სოციალურ პრობლემებს, რომლის ყველა თავი და თავი არაეროვნული მთავრობა, რომელიც ცდილობს ყოველ შემთხვევაში ცდილობდა და ეგონა რომ გამოვიდოდა, მაგრამ ყოჩა თქვენ ძალიან მაგრებო და კიდევ ერთხელ მადლობა და მოუწოდეთ ყველა შემოუერთდით, დაიჯერეთ ამ ახალგაზრდებს, არავინ არ ჩვენ როგორ ვიწოდებენ რაღაცა გიჟი ლექტორები მართავ, არც ნაც მოძრაობა და არავინ. ესენი არიან ის ბავშვები, რომელსაც გააჩნიათ საკუთარი დამოუკიდებელი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღების უნარი და ამიტომაც უნდა დაუჯერო და გავუშვით. მშობლებო, ბებიებო, გრძელდება საპროტესტო მიმართვები აქციაზე პარლამენტის წინ. ყოველდღე დაასრულეს უკვე საპროტესტო მარში რუსთაველის გამზირზე. ისინი შემოუერთდნენ პარლამენტის წინ მდინარე აქციას, რომელიც არ გაშლა მაშინ შეიკრიბა ქართლის მონაწილეები და გაუჩენეს საქართველოს. მადლობა. მინდა ერთი დიდი ხმაური სტუდენტებს კვლავ შევეგებოთ, რომლებიც ახლა შემოგვიერთდნენ აქციაზე. შემდეგი გამოსვლელი იქნება ჩვენი მეგობარი ბათუმიდან,
სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი გიორგი დუმბაძე, მივესალმოთ. გიორგი დუმბაძე, სპარტნიორი სტუდენტ. მოგესალმებით, ხილსეულო, ამბატო, დამოუკიდებელო, თავისუფალო ხალხო! მოგესალმებით და გიხდით ძალიან დიდ მადლობას, რომ ხართ დღესაკ ერთმანეთის გვერდ და იბრძვით საქართველოს თავისუფლებისთვის. მე არ მინდა ხოლმე რომ სიტყვით გამოშვები გამეწევას და ძალიან მარტივად ვიტყვი. ძალიან მარტივ რაღაცას, რომ როცა ქართული ოცნება უკვე რუსული ოცნება დიდი ხანია ჩვენ ყველა გზით გვემრჩის ფიზიკური სიტყვიველი შეურაცხყოფით, როცა პროპაგანდით, ბინძური პროპაგანდით გვემრჩის ერთი რაღაცა მინდა შევახსენო, რომ ბიბლიაში ერთადერთი სიტყვა მეორდება 365-ზე და ეს არის ნუ გეშინია და ჩვენ არ შეგვეშინდება. არ შეგვეშინდება რასდროს და მე თუ იცამოდან მოკნესილია და არა იდეა, ამიტომაც ეს იდეა აუცილებლად გაიმარჯვებს. დამოუკიდებელ, თავისუფალ, ამად, ლավ საქართველოს და რაც თავარია გაერთიანებულს გაუმართ! ასეთ იყო გიორგი დუმბაძის მიმართ, ეს ქართული სტუდენტია. სტუდენტები შემოუერთდნენ ამ საპროტესტო აქციას თბილისში პარლამენტის შენობის წინ. მათ მოაწყო საპროტესტო მარში რუსთაველის გამზირზე. ემოციური სიტყვისთვის. მოდი. აქციის მოთხოვნა ისე უცვლელია, არა რუსულ კანონს ასეთ. საქართველოს გაუმართ! რუსული კანონი დააბრუნეს პარლამენტში. მოგესალმებით, რომ გაგვიზიაროთ თქვენი დღევანდელი ემოცია და შემართება როგორია. გამარჯობა. სტუდენტები. ადამიანები, რომლებიც აქ და ახლა ყველანი შემოუერთდნენ ახლა აქციას, ხო? რადგან დამაიმედებელია ესონების შემოერთება და ესონების დგომა რუსთაველის გამზირზე. არ მახსოვს. ყოველთვის აქტიურები იყვნენ სტუდენტები. ბოლო 30 წლის განმავლობაში მანამდე მეგობრებო, მივესალმოთ. მაგრამ ახლა რა ხდება? სტუდენტი უკანონო არ მახსოვს. აქედან გამომდინარე, დასკვნა მარტივად შეგვიძლია. მოგესალმებით, ჩემო საამაყო ხალხო! როგორც ყოველთვის აგრომ გავალებებულმათა თითოეული თქვენგანი მიყვარხარ. აბსოლუტურად თითოეული თქვენგანი და მე უბრალოდ ძალიან მეცინება აფრენისკლების დღევანდელი ახალგაზრდები. ამათ გონია ჩვენ შეგვაშინებენ ხალხო. ნამდვილად გვეშინია! შეგვაშინება! რა არის ახლა მნიშვნელოვანი ამ პროცესში, რომ პროტესტს ქონდეს შედეგი? რა არის საჭირო თქვენს, მაგრამ რა არის საჭირო რომ პროტესტს ქონდეს შედეგი და ვერ მოახერხოთ ხელისუფლების რუსული კანონის მიღება? ჩვენ მაინც ერთად ვიქნებით! გაუმარჯოთ ერთია საქართველოს! არის ეს მუსტი, რომელიც ახლა არ შეგვიძლია. ეს არ უნდა კიდევ არ შემიძლია ვთქვა, რაოდენ გასაცინია ის ზედსართავები, რასაც ჩვენ გვარგნევენ ხოლმე მათი აი ესეთი მუხტი უნდა კრიმინალური დაჯგუფება შეიცის გაუმართ! გაუმართ! გენაცვალეთ ყველა მოყვარდათ აბსოლუტურად ჩემო მეგობრებო, სტუდენტებო! ბაცლენ სახიობს და ლოთო ქართამაძის ასე ამ საპროტესტო აქციაზე. მოგესალმებით ოთარ. როგორი განწყობა გაქვთ დღეს და შემართება? განწყობა როგორი დამხობენ ძალიან გაბრაზებული ვარ. ძალიან და არცერთ დაბის უკან არ დავიწყე.
ელოდებით ბათუმიდან ახალგაზრდებს ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანია დაძრული ბათუმიდან მალე ჩამოვლენ და აქ ვიქნებით ყველა მთელი საქართველოს შემოგრევები და რა ძალა შეიძლება ქონდეს ახლა ერთობას და სოლიდარობას ამ საპროტესტო აქციის აფიცი არის ერთადერთი ყველაზე კარგი გამოსავალი გაიფიცოს ყველა მთელი საქართველოს ყველა უნდა გაიფიცოს ყველა გამოვიდეს თავის სამუშაო ადგილებიდან და გააფიქსირონ თავიანთი უწყები პოზიცია. მთელ საქართველოს უნდა ევროპაში გაიგოს და ფიცნეულადიშვილა გაიგოს. ოტოგათამეცე ეს ბათუმის რეჟისორი თუმცა მაღალია შეძახილები და ასევე გამოსვლების შეინდა რომ გონი იკარგება ჩვენი ხმა არ ვიცი ამ დააღწევის თქვენამდე მაგრამ მე შემდეგი გამომცვლელია აი შესაძლოა და აკეთებაში გავესაუბრო აქციაზე მოსულ ადამიანებს და მათი განწყობები გავიგოთ. დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბერძანჯოვანია. გადაკეტილია რუსთაველის გამგეცავსია რუსთაველის ქუჩა საპროტესტო აქციით და შეძახილებით არა რუსულ კანონს კი ევროპას მასშტაბური პროცესის მიუხედავად რომ ქალაქებმა არაერთხელ ძალიან კაფეო დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია ევროპა ამის მიუხედავად დღეს მაინც შეიკრიბა იურიდიული კომიტეტი მესამეოსთან ეს მატრიცული კანონი ხვალ დაპირება რომ პროგრამის ხდომაზე განიხილონ რუსული კანონის საბოლოო ვერსია. მოგესალმებით, შეიძლება რომ გაგესაუბროთ, თქვენი გზავნილი რა არის დღეს ხელისუფლებასთან? რა შემთხვევაში დაიხევს უკან ხელისუფლება და ვერ მოახერხებს ამ კანონის მიღებას თქვენი აზრით? მადლობა. მოგესალმებით, თქვენი გზავნილი რა არის? ლაივში ვარ თუ გაცრავად. ჩვენ შეგიძლიათ რომ ვთქვათ რა არის ახლა მნიშვნელოვანი ამ პროცესში რომ ამ პროტესტს კონდეს შედეგი თქვენი აზრით? მნიშვნელოვანი არის რომ ყველა გამოვიდეს და ეს იყოს თანმიმდევრული არ ქონდეს წყვეტა და მოგვიყვეთ გამიზალდეს და ერთადერთ ქვეყნში დაუდგეს და არა პოლიტიკატიბრებს, გვინდა რომ გამოვიდა პოლიტიკატიბრები, მხოლოდ ეს მოთხოვნა არ გვაქვს რომ არაფერს უკანონს, იმიტომ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა ამ პროცესში უკვე ჩვენმა ხელისუფლებამ და გვინდა რომ ეს საკითხებიც ასე ვთქვათ წამოვიოთ წინ. რას ეტყობთ თანამოქალაქეებს, რა საფრთხის, რა მასშტაბის საფრთხე ამ კანონის მიღება? როგორი ქვეყანა გველოდება ჩვენ წინ თუ კი ეს კანონი მიიღეს საბოლოო ჯამში? ისტორია გვაჩვენა რომ ვიმუშავა ესე ვთქვათ, შესაბამისად ვიცით რომ მხოლოდ რუსეთში მხარია ეს კანონი ახლა საქართველოში და ყველა სხვა ევროპული ქვეყანა გაუქმება რომ არ მივიღოთ ეს კანონი შესაბამისად ვიღებთ ამ კანონს გვექნება ის რომ რუსეთი იბატონებს ესე ვთქვათ ჩვენთან და ჩვენ გვინდა განვითარება ქვეყნისთვის. ანუ ეს პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე და თავისუფლებაზე. ეს პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე. იმიტომ რომ განვითარებისთვის ისე როგორც ქვეყნისთვის ანუ პიროვნებას რო შევადაროთ, გვხვდება კარგი მოკავშირეები, კარგი მეგობრები და რუსეთი არ არის კარგი მოკავშირე და ამიტომ მაგალითი შესაბამისად ისეთ მოკავშირეები გვინდა, ვისაც ჩვენი ესე ვთქვათ სიხარული გაუხარდება და ჩვენთან დიზაინი. ანუ ხედავთ ახლა მოკავშირეების გარეშე, ანუ იზოლირების საფრთხეს, რომ მარტო დავრჩეთ რუსეთთან. ამ იზოლირების საფრთხე გაუხარდა დიდი მადლობა. ასეთია საპროტესტო აქციის მონაწილეების გზავნილები და მათი
შეხედულებები რუსულ კანონზე როგორც მიღებასაც აპირებს ქართული ოცნება ქართველი ხალხის წინააღმდეგ და კონსტიტუციის წინააღმდეგ ასევე, იმიტომ რომ კონსტიტუცია 78 მუხლი პირდაპირ ავალდებულებს ხელისუფლებას, რომ მათ მიიღონ ყველა გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ამით ხელი შეუწყონ ევროინტეგრაციას. შეკითხეს მკაფიოდ მისმენთ მკაფიო განცხადებებს შეფასებებს დასავლეთელი მეგობრებისგან, მოკავშირეებისგან, რომ ამ კანონით საქართველოს ადგილი ევროკავშირში ვერ იქნება. მოგესალმებით, თქვენი გზავნილი რა არის დღეს, რომ გითხარით? მეგობრებო, ამ წამს შემოგვიერთდა შიშიმო პირების მარში. ივესალმო ჩვენს თანამებრძოლებს! მეგობრებო, შემდეგი გამოსვლელია სტუდენტი ჟორჟ გამერაშვილი. ასეთი განწყობა თბილისში პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე მოთხოვნით არაბულ კანონს წინ ევროპას. ნახოთ გავაკეთებ მოვლენები ეს რომ ჩვენს ვებგვერდებს მათმელები ჯირან გაზეთი რომ მიიღოთ განხილული და სანდო ინფორმაცია მალება ყურადღებისთვის დროებით. თუმცა არის